სუპერსიმეტრია. ცოტა რამ ამ თეორიის შესახებ. ფერმიონებისა და ბოზონების ქცევა იმდენად განსხვავებულია, რომ მათი ერთმანეთთან, ასე რომ ვთქვათ, დაქორწინება შეუძლებლად შეიძლება მოგვეჩვენოს. ამის გაკეთება მათემატიკური თეორიის ჩარჩოებშია შესაძლებელი, რომელიც სუპერსიმეტრიის იდეას ეფუძნება. სიმეტრიას ფერმიონებსა და ბოზონებს შორის. აღმოჩნდა, რომ ფერმიონებისა და ბოზონების გარკვეული ერთიანი ოჯახის ნაწილებად შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც ნაწილაკ და სუპერმულტიტიპლეტს უწოდებენ. სუპერმულტიტიპლეტი აღწერს ნაწილაკებს, რომლებიც სუპერსივრცეში მოძრაობენ. ჩვეულებრივი 4 განზომილებიანი სივრცის გაფართოებაში, რომელსაც სრულიად უჩვეულო განზომილებები ემატება, არაკომუტირებადი კოორდინატებით. თუ სუპერმულტიტიპლეტს ამ სუპერსივრცეში მოვაბრუნებთ, ბოზონები ფერმიონებად გადაიქცევა და პირიქით. ერთი შეხედვით, სუპერსიმეტრია უკიდურესად ხელოვნურ კონსტრუქციად შეიძლება მოგვეჩვენოს. ცდილობად სამყაროს აღწერის ზედმეტად რთული მათემატიკის ძალით გამოგონებისა. უკვე დიდი ხანია, რაც სუპერსიმეტრიის თეორია აღიქმება არა როგორც ეგზოტიკური ჰიპოთეზა, არამედ როგორც ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ვარიანტი, სტანდარტული მოდელის ფარგლებს გარეთ. იმის მიუხედავად, რომ გაზომვების სტატისტიკური მნიშვნელობა 7 სიგმას utolდება, ფერმილაბში თვლიან, რომ ეს ყველაფერი სხვა ექსპერიმენტებითაც უნდა დამტკიცდეს, სანამ ინტერპრეტაციებზე დავიწყებდეთ საუბარს. 2016 წლის 6 დეკემბერს დედამიწაზე კოსმოსიდან მაღალ ენერგეტიკული ნაწილაკი, ელექტრონული ანტინეიტრინო შემოიჭრა, რომლის სიჩქარე თითქმის სინათლის სიჩქარეს უტოლდებოდა. იგი სამხრეთ პოლუსის ყინულის საფარის ქვეშ დაეჯახა ელექტრონს, რის შედეგადაც წარმოიშვა ახალი ნაწილაკი, რომელიც სწრაფადვე დაიშალა მეორად ნაწილაკებად. ეს ურთიერთქმედება ანტარქტიდის ყინულებში დამარხული Ice Cube ნეიტრინოს ობსერვატორიის მასიურმა ტელესკოპმა დააფიქსირა. ამ დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელი. მეტიც, იგი Ice Cube-ის შესაძლებლობების ერთგვარ დემონსტრაციასაც წარმოადგენს. ობსერვატორია ანტარქტიდის ყინულქვეშ მოთავსებული სენსორების წყების საშუალებით აფიქსირებს თითქმის უმასო ნაწილაკებს, ნეიტრინოებს, რომელთა დაკვირვება მეცნიერებს ნაწილაკების ფიზიკის ყველაზე ფუნდამენტური საკითხების შესწავლაში ეხმარება. როდესაც 1983 წელს ეს ნაწილაკი W ბოზონი საბოლოოდ აღმოაჩინეს, იგი მოსალოდნელზე ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილაკის ხელოვნურად მისაღებად იმაზე 1000-ჯერ უფრო დიდი რაოდენობის ენერგიის მიღებაა საჭირო, ვიდრე CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში შეიძლება. ანუ დედამიწაზე არსებულ ნაწილაკების არც ერთ ამაჩქარებელს არ შეუძლია ასეთი დიდი რაოდენობით ენერგიის წარმოება. თუმცა მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ საქმისთვის შესაძლოა ბუნებრივი ამაჩქარებლები გამოდგეს. გალაქტიკების ცენტრში არსებულ ზემასიურ შავხვრელებსა და სხვა ექსტრემალურ კოსმოსურ მოვლენებს შეუძლიათ იმდენად დიდი ენერგიის ნაწილაკები